გაგაძლიეროს ღმერთმა გაგახაროთ. მინდა ივანე ღვთისმეტყველის სიტყვები სულ მახსენდება და ახლა შეიძლება რომ არ გავიცნობთ, რომ ღმერთი სიყვარულია. საყვარელო გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან ღვთისაგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი ვისაც უყვარს ღვთისაგან არის შობილი და ისნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ ისნობს ღმერთს. პირდაპირ არის დაკავშირებული სიყვარული გნოზისთან, სიყვარული ცოდნასთან. ამას მე ვამბობ. რადგან ღმერთი სიყვარულია. ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით და მართლაც ქრისტეთი გვიდგა სული, ქრისტეთი ცოცხლობს და ქრისტე არის ჩვენი სიცოცხლის პირველ მიზეზი და ჩვენი ცხოვრება, ჩვენი თავითვისით ვერანაირად განგრძობადი ვერ არის. ვერცერთ წუთს, ვერცერთ წამს, ვერცერთ დღეს, ვერცერთ საათს და ასე შემდეგ დროის რა ინტერვალით უნდა ვახსენოთ, ვერ გავიგრძელებთ თავითვისით ჩვენ თავს, თუ არა და ქრისტე არ აგრძელებდეს და არ ახანგრძლივდეს და მრავალჟამიერი ცხოვრება მოგმადოს ყველას. საყვარელო ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ რა თქმა უნდა მან შეგვიყვარა ჩვენ და დავუმატებთ. პირველად როგორც ამბობს, პირველად მე გამოგირჩიეთ, მე შეგიყვარეთ, შეიძლება ვთქვა. პირველად უფალმა შეგიყვარა თქვენ. და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსხიდველ მსხვერპლად. სიყვარული ასევე მსხვერპლთან არის დაკავშირებული. ცოდნასთან და მსხვერპლთან. სიყვარულებრივი მსხვერპლი ეს არის ქრისტიანობის მთავარი, ასე ვთქვათ, სიღრმე. ლეიტმოტივი, მთავარი სიღრმე ქრისტიანული ცხოვრების სიღრმე ეს არის ცოდნა, უფალთან მიახლოება, სიყვარულში და რა თქმა უნდა მსხვერპლის კარგი. თუ არ გაიგებ მსხვერპლი, თუ არ უარყავ თავი შენი, მასე ისე ვერ მიხვალ ღმერთთან. ამიტომ ცოდვების გამომსხიდველ მსხვერპლად მოვავლინა. საყვარელო, თუ კი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენ გმართებს ერთმანეთის სიყვარული რა თქმა უნდა ჩვენც, ხო? ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუმცა ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და თუ ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისაგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამა მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად, ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღმრთისა, ღმერთი მასში რჩება. ის კი ღმერთში. ჩვენ ვცამით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული, კვლავ იმეორებს იოანე ღვთისმეტყველი, ჩვენი აზრის ანგელოზი. რაც მინდა. და ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება. და მასში რჩება ღმერთი, ასევე. ღმერთის მასში არის ომთრივი მოძრაობა. ღმერთის მასშია და ის არის ღმერთში. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გქონდეს გაკითხვის დღეს, რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს. რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ღმერთს არავის ცოდვაში და სასჯელში გამოჯერა არ სურს და არ უხარია და შემდეგ მისი დასჯის განზრახვა არ აქვს, რომ გამოიჭეროს ცოდვაში ადამიანს დასაჯოს. არ ამნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი. წყალობა მნებავს და არ ამსხვერპლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ განსდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში, სრულყოფილი. როგორ შეიძლება სრულყოფილი ადამიანი შეშინებული და დაფეთებული იყოს? ვის ჭირდება შენი დაფეთებული, შეშინებული, ფერდამხნელი და დაპანიკებული იერი? არავის არ ჭირდება. სიყვარული სრულყოფილი თუ გაქვს, თავისთავად მშვიდად ხარ ღმერთში და ღმერთი არის შენში და შენ სწორი არჩევას და მართალ არჩევას აკეთებ და აქედან გამომდინარე შენში სიმშვიდე არის დამკვიდრებული. მშვიდობა თქვენ და სულ ამას ამბობს ქრისტე. თუ შენში ღმერთია, მაშინ მშვიდობა ყოფილა შენთან, მხუდრობა ყოფილა შენთან. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ მან პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ზულს იგი ცრუა, რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და მართალიც არის, ხო? თუ შენ ერთგული არ ხარ, შენი ეკლესიის, შენი ძმის, დის, მოძღვრის და ასე შემდეგ და ხედავ და ვერ გიყვარს და შეგიყვარებია და ვერ მოგიხერხებია, ჩამოყალიბდე, გიყვარს თუ არა, შენი ხილული მოყვასი და თანაგანცდა თუ არ გაქვს, უხილავ ღმერთს, როგორღა შეიყვარებ? ვარსკვლავებს როგორღა მოწყვიტავ, თუ ჯერ აქ მიწაზე ვერაფერს ვერ ხედავ.
ეს ამას მე ვამატებ. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღმერთის სიყვარული მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. ამბობს იოანე მწმიდელი, რომ თავისი ძმაც უნდა უყვარდეს, თავისთავად ცხადია. ასევე მინდა რომ ამ თემას, ამ სიყვარულის თემას პავლე მოციქულის საოცარი სიტყვები დაურთო. საერთოდ მოციქულების ეპისტოლეებს ხშირად გადაავლოთ, თუმცა ეს არის დღეს ისევ აქტუალურია და მუდამ აქტუალური იქნება, როგორც მაშინ იყო. არაფერი არსი, ასე ვთქვათ, დღევანდელი პრობლემების არს იმის არ შეცვლა და რაც მაშინაც უხებდა და რა პრობლემებიც იყო. ძირითადად რა თქმა უნდა რაღაც დეტალები იცვლება, მაგრამ ძირითადად ის ხერხემალი ბრძოლების ძირითადი სტრუქტურა ამ ნეგატივის რაც იყო და ეს უარყოფითი რაც არის და რაც ჩვენ დღეს გვჭირდება და პრობლემა გვაქვს ის იგივე შენარჩუნებულია. უფრო აქტუალურია კიდე დღეს უკვე ფაქტიურად როგორ ვთქვათ, ეხლა ზუსტად აპოკალიფტურია თუ ესქატოლოგიურია, ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო ჟამებს რომ ეძახიან ამ ძიმე განსაცდელების ეპოქაში. როდის რა არის ჟამი ჩვენთვის უცნობია და არც არის საჭირო ვიცოთ. სულ მზად უნდა იყო, მაგრამ როდის რა იქნება? შენ ჟამები და დროები და თარიღები არ არის მოჩემული და არც არის საჭირო რომ იყოს. მაგრამ შეგრძნება ზოგადი ხომ შეიძლება კონდეს და განცდა რაღაცის ხომ? ამის ვალდებული ხარ რომ მზადყოფნითი განცდა კონდეს. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს ჩვენ რომელიც მოუკვდით ცოდვას როგორ გავიცოცხლოთ მასში, ანუ ცოდვაში როგორ ვიცოცხლოთ? თუ კი ნათლობით მოუკვდით ცოდვას უკვე ტარიხარ ცოდვისთვის წესით. ნუ თუ არ იცით რომ ყველანი ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოს მიერ მის სიკვდილის მიმართ მოვინათლეთ. ამიტომ დავიმარხეთ მასთან და ერთად და სიკვდილის ნათლისღებით, რათა როგორც მამის დიდებით კვდრეთი და აღდგა ქრისტე ჩვენც ვიაროთ განახლებული სიცოცხლე. რადგან თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მის აღდგომისას, რადგან ვიცით რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. ხედავ, შეიცან ჭეშმარიტება განთავისუფლდეს. როცა ქრისტეს იპოვი, ყველაფერი უკვე მეორე ხარისხოვანი თუ მეასე ხარისხოვანი აქვს, ძიენ რაოდენობის ხარისხოვანი. შენ როცა უკვე ქრისტეში გაცოცხლდი, შენ ცოდვას მოუკვდი უკვე და შენ ცოდვის მონობისა, ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგანაც გამოგიხსნა. ქრისტე უბრალოდ შენი ცხოვრებით, აზრით, სიტყვით და საქმით ამის განხორციელება და ხორცშესხმა უნდა განაკეთოს შენ ცხოვრებაში, რეალიზაცია ამისა. ნუ ძნელია რა თქმა უნდა, სათქმელადაც ძნელია და აღსასრულებლად კი ვიცით რა ძნელია, მით უმეტეს ამ მოსაჩოთა დროში. სასავ დროისა და სივრცის კონტინუუმში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მაგრამ რას იზამთ? მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ ასე ინება მან ზეცამ მისნებას ვემორჩილებთ. რადგან ვინც მოკვდა ცოდვისგან თავისუფალია და ჩვენ ქრისტესთან მოკვდით და გვწამს რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც, რადგან ვიცით რომ კვდრეთი და აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე. ხედავთ? რადგან ის რომ მოკვდა ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს ღმრთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის კვდრებად და ღმრთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოს მიერ. ანუ ჩვენაცი უფრო და უფრო მეტად უნდა დავდექნათ იმაზე, რომ მუდამ მარადიული სიცოცხლის დამკვიდრება მოვახერხოთ აქჯერ და აქედან იწყება ის მარადიული სიცოცხლე. აქ ეყრება ფასეული საფუძველი მას აქ. რაც შემდეგ პლასტიკურად გადაიზრდება იქ. ეს აუცილებელი გარბენია, ტრამპლინია, ინტერვალია, საჭირო დისტანცია იმისათვის მიწიერი ცხოვრება, რათა ადამიანმა აკრიფოს გარბენი და შემდეგ მარადიულობაში ასევე მარადიულ სიცოცხლეს ეზიაროს. მაშ ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისხმათა დასამორჩილებად. ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თქვენი თავი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებული და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს. რადგან ცოდვა ვეღარი ბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ. და დღეს ადამიანს უკვე ახალი მეორე ადამიანის ქრისტეს მიერ ჩვენ მოგვეცა საშუალება იმისა, რომ მადლს დავკარგავთ თუ არა, სინანულით, ზიარებით, განწმენდით და ასე შემდეგ საიდუმლოებით ვიბრუნებთ დაკარგულ მადლს. ვიბრუნებთ, კარგავ, მერე ისე ვიბრუნებთ და მუდამ ამ დაბრუნების პროცესში ვართ. რადგანაც ქრისტეს მიერ გვაქვს ამის ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად მოცემა. ჩვენ აღარ გვიწოდა უფალმა მონები, ჩვენ გვიწოდა, რა თქმა უნდა, შვილები, მამაო ჩვენ რომ გავიხსენოთ და რა თქმა უნდა გვიწოდა მეგობრები. რომელმაც იცის
რა განაცხადა ღმერთმა სულად მთლიან თელეკაცობრიობისათვის, მთელი ქვეყნიერებისათვის. ქრისტე განაცხადა მან, როგორც ყველაზე დიდი საიდუმლო სიყვარულისა, საიდუმლო სიყვარულის მსხვერპლისა, სოდნისა, ღმერთთან მიახლოებისა, სათნოებისა, სარწმუნოებისა, სასუებისა და სიყვარულისა. რაშიც უფალმა უამრავი დარიგება, მაქსიმალური ყველა თუ მინიმალური, საკმარისი თუ აუცილებელი პირობა და ასე ვთქვათ, ბაზისი მოგწევისათვის, რომ წინ ვიარო და გზახსნილი კონდეს, რომელიც მან გახსნა. ამიტომ მადლობის ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა.